ხაზის განსაზღვრას ხარისხის მიხედვით. ამიტომ ჩვენი გლობალური პროდუქციის ხარისხი არის მაღალი და შესაბამისად მაღალი და 75 დადრე რა ადრე სამი და 50 დევონდელი რეალიზაცია რაც დათვლილი გვაქვს ოპერატიული ინფორმაციით სამეგრელოში არის შემოსული 171 მილიონი 500,000 ლარი მაგრამ 40% შვილის კიდე დევს სახში ეს არის სანიმუშო სამაგალითო ესე იგი ქარხანა წარმოჩენილი არის იგი სახელმწიფოს და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლო პარტნიორობა. პრემიერ იმალობა გადაუხადო კომპანიის მფლობელს და დამფუძნებელს ასევე ფერმერებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროგრამაში. შეიძლება მე რა გასიმუშაოს, მაგრამ დაუჭება 50 ავალ დასაკეთება საბოლოო. ძალიან დიდი პროექტია. ეს პირდაპირ დასაკეთება. ეს ეროვნული პროექტი. ეს არის ეროვნული საფრთხეების საკითხები. რომ ჩვენ აქ წარმოებული პროდუქციით შევანახოთ იმპორტირებული საქონელი, დაბალხარისხიანი. ეს არის მაღალხარისხიანი დავარია, ხო? ექსპორტზე ორიენტირებული იქნება. ადგილობრივ ბაზარს დავაკონტროლებთ და შემდეგ ექსპორტზე გავიდეთ. და მართლა მოხდება კომპიუტერი ფაქტიურად ძალიან კარგი. ესე იგი პომიდორი, კიტრი, მწვანილი ეს ყველაფერი გოსნეული. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. სიტუაციის წლის მანძილზე 30 ჰექტრის სასათბურე ქართლის მშენებლობას წელს უკვე მსაჯულქნება, რასაც ხედავთ ერთ თვეში, თვენახევარში 3 ჰექტარი, სადაც დაირღვევა პომიდორი და კიტრი. შემდეგ უკვე 3-4 თვეში შევა მეორე რიგი 2.5 ჰექტარი და ესე გაგრძელდება 5 წლის მანძილზე დაახლოებით 30 ჰექტრის აშენებას გეგმავთ. 30 მილიონი დოლარი ჩაიდება ინვესტიცია. ასევე გეგმავს პროფესორი ჩამოყალიბებს ძალიან კვალიფიციური აგრონომი ისრაელიდან, რომელიც აგვიზრდის ადგილობრივ კადრებს, სადაც არის ძალიან დიდი დეფიციტი და შემდეგ უკვე ჩვენი ქართველი კადრები გაუკეთებენ ოპერირებას ჩვენს აშენებულ სათბურებს. პრიორიტეტი ამ საწარმოსთვის არის იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება. ზოგადად იგეგმება 30 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია, დასაქმდება 500-მდე ადამიანი. ეს გახლავთ უნიშნულოვანესი პროექტი და მე მჯერა რომ საქართველოში კიდევ ბევრი ასეთი, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა ეს გახლავთ კერძო ინვესტიცია 100%-იანი და მნიშვნელოვანია ასევე ინვესტორების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობა და ზოგადად სახელმწიფო გააგრძელოს მათ ხელშეწყობას.